პირთა მოედანია გადაკეტილი, ის ახალი გზა არის გადაკეტილი, ვარაზის ხევზე ცოტა შეფერხებით მუშაობენ. ესტაკადები მუშაობს. ხო, და სანაპირო არის კიდე გადაკეტილი და არაფერი არ ხდება ხალხო, უბრალოდ სამი დაიწყო. დიახ. ჩემი დასწრელი მიგეს. აბა, ხوار გადაიფიქრე. იო. ეს შარვალი განგასწრა რა? ჰა? შარვალი. რა შარვალი? შარვალი თან. რა შარვალი წამოდი ვიბანაოთ. ქეთ წავიდეთ პეკინისკენ. აი, ას ხვის ტანსაცმელი. იო. Dance ხალხო. ხმანეტა როგორ ისმის. მე მიკროფონს არ დავასწორებ. მიკროფონი არ არის წყალგამძლე. იო. ზღვა ჩამოვიდა ჩვენთან. მადლობა თბილისის მერიას, რომ ზღვა არ ჩამოგვიტანა და ზედმეტ ხარჯებს აგვაცილა. ასე ზრუნავს. კარგი მერია ყოველთვის. წეღა როგორ წუწუნებდი? წვიმსო და არ მინდა და იმაში ვიჯექი. გაჩერებაზე. სანდროს ასვია ყველაფერი ჩემი, წინდები და საცლების გარდა. დიახ, მოიცოდე. მაგრამ შორტები რატო გადავწყვიტეთ არ ვიცით. მე აგერ ნანუკას ნაჩქარი საწვიმარი მასვე აქციებიდან. დიახ. ხალხი დადის მაინც ქუჩაში. წვანეა. ვაიმე. ჰა? იო. ბიჭო, ძალიან ბევრი წყალია. შეგივიდა წყალი? არა. აგე ხალხი დადის ქუჩაში, აი ნაღლება. აქ ვერ გავცურავთ. აუცილებლია. ამის გამო რომ გავიცნობდი ამიდა. ვარცმე. აი ტროტუარია და ყველგან გუბია. კაი, წამოიქცენ წავიდეთ. ბოტები გვინდა, ბოტები, რამე ბალენსიაგასი ამ ვინმე ეგეთის. რატო ავიჩერნე სიმღერა და ზღვის ვიდეოებს ადევს ხოლმე და აი, აქედან გადავალთ, მაგრამ იქაც წითელია მოიცა. რა სველდები თუ? ყველა უცნება ეგრე. ხდება. სინცაძის ქუჩაზე დიდად არ არის წყალდიდობა, აღარ არის, ვერ გავიარეთ ფეხით. აი გაგვწევს ეხლა. ლამაზი კი არ დაუტარდა. Яндексის რუსული სკუტერები გვაქვს. თავარია. წავ. ტრავა უნდა ჩავთო, რომ აი დასველდა. მოიცა სანდროეცა. სიარული და ჩავიწეროთ, სად დავდივართ. ეგ არის. მე ძალიან არის. თუ წვიმს. ეს რა წვიმა, ლუი? ავაკ, წყალია. წინამძღოლები მე არ მჭირდება. ეს არის
რეკლამა იყო რაღაც. სანდრო დამელოდე? ვარ დასველდი? სულაც არა. აი აქ არ არის გუბეები მაგალითად. რაღაც აი 10 მეტრის 7 მეტრი არ არის გუბეები. სანდრო, აი ეს არის ახანძრო წევა რო გეუბნეო. გამოვედით პეკინზე. პეკინი რავი სტაბილურადაა, ეხლა ვერ დაუკარგავ. ხალხი არ არის გარეთ რატომღაც ღამის 3-ის ნახევარზე. წვიმაში. სანდრო, რატო ხარ გარეთ? წვიმს? აი. მართალია წვიმს. გამოვიყვანო ვინმე? ვინ გამოვიყვანო, ვინ არის გიჟი? ალექსა კი გამოვიდოდა ეს. უპაცრავად. მე ვდივართ დოლიძისკენ. გინდა დოლიძეზე წავიდეთ? ჩანვართ საერთოდ. 4 საათი ცივა. Check. ქართველები იყვნენ? ჰა? ქართულად გაიცინეს. ეძინება? ჰა? რა იგზენი? მაინც არ იგზინოს 4-მდე და ვისატყუე. ჯეტებს დაუძინიათ. ამოწორი. რატო აქცევეო და ვიცი. საბურთალოს რა უჭირს, მაგრამ რავი. ფეხით სიარული. წვიმა მოუმატა და აი ჩავდივართ ტელევიზიასთან რა. ველობილი კი აი. მე კი დავსველდი და გავილუმპე და რა ვიცი. აუ, მიკროფონი მე მგონი ცოტა დასველდა. მაგა პატრული სიმსიმებში. ზოოპარკთან ჩავიდეთ და ამოგვიდეთ. და თავბატონი მიდის კოლბილით. აუ ჩანს რამე თუ ძალიან წვიმაში ვარ. რატო არ ელავს ის? ნუ გადა. ელო არ ჩანს. აუწმინდე პროფესია, ხო?
აი მდინარე კი მოდის ისე ჩვენ შტატში. საცობი რა თქმა უნდა სამის ნახო აი ხარუშები ხოდი სალამადია მირთა მოედანზე ხელობური ჩანჩქერი მორდაგიბალი Always got me sugar. Yo. ზოოპარკი. ცხოველების ციხე. ქვები ამოიყარა. ფეხით აგუშვებენ. მე რა მეზარება. ფარე მართლა სახშია. ის არის. რა ყრია იქ? რა ყრია იქ? ქვიშები და ისე. რაჭის. გადაკეტილია. მე თავედა. აი სიმშვიდეა ის. სეინობს ხო? სკუტერი. ო. არ მაქვს აპლიკაცია. არ გამომიყენები არასოდეს და არც სრული არ. თომ გა გინდა ალბათ სხვაგან წასვლა დაგვეზარა და მივდივართ ისე სახლისკენ რავი დიდად ჩვენ წყალდიდობა ვერ ვნახეთ ჩვეულებრივი ეს რა წვიმაა რა არანაირი წყალდიდობა არა უბრალოდ გმირთა მოედანია გადაკეტილი ის ახალი გზა არის გადაკეტილი ვარაზის ხევზე ცოტა შეფერხებით მუშაობენ ესტაკადები მუშაობს. ხო და სანაპირო არ კიდე გადაკეტილი და რა არაფერი არ ხდება ხალხო, უბრალოდ პატარა მონაკვეთი, ანუ აგრეთვე მოდის გამო და იქით სანაპიროზე ალბათ საშინელებები რო ხდებოდა იუსტიციასთან ბოდიშით ვერ ჩავალთ, პატიოთ. პატიცემის ძალიან კარგი საწუნარი ქონდა. ნაცადი ესეთი ძველმოდული. აბა ყოლა გაზეთი თავზე ლექსია აგერ მუშაობს პატიოს რატო აჩერებენ აქ მანქანებს რო ჩამოვიდეს გაჩერებული ყავდა და ხელი აჩერებია ჰა ხას მანქანა არ ამბობდა რატო აჩერებენ აუვარდის რამერის ბრალია გეცხოვრათ აგერ პეკინზე და ჩვენივად არის გადაიღოს რომ არანაირი გუბებია რა თქმა უნდა ისეთი როგორ გადახვალ მაგრამ ეს შემაწუხებლად არის რა ფეხები დაჯისრებდება მაგრამ სურვა არ მოგიწევს კოჭებამდე და აი ცხოვრება დიდი ღომშიო იქ იუსტიციაო რა კალაძის ბრალია რა ქნეს ამ კაცს ფეხბურთელია ბოლო რა ევალება ხა რა მისაქმე არის ქალაქის მეტროსი აი და სანდროს დასცხადა გაიხარა იყო დრო ამ ზღარბის ნაცვლად სანდროს ფოტო იყო ხოლმე გამოკრული და ჩამოხსნის გავიდა ვარ და ყველაფერს გაზდის ვარ და აბა რა ვიცი
ფილოსოფიურად დავამთავრე. რა სჭა? სახთან მოვედი და გაწვიმდა, რა ვიცი. აჰა, დავიხურე თავი და არ მინდა სახში ასვლა, კაი არის. წვიმა. 3-4 კილომეტრი გვისეირნია. მოიცა გახდეს 4 რა. აი. კარგად იყავით.